გამარჯობათ. დღეს არის 2026 წლის 14 ივნისი. ვიმყოფები მესტიაში. როგორც მოგეხსენებათ, მედიაში ვრცელდება ვიდეო ჩანაწერები, ვიდეო კადრები, სადაც ასახული არის პოლიციის შენობებში პოლიციელების მიერ მოქალაქეების მიმართ წამების ფაქტები. მაგრამ სანამ აღნიშნულ საკითხზე დეტალურად და სხვა საკითხიდან გამომდინარე სხვა საკითხებზე საუბარს დავიწყებდე, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ. იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი წვდომა გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც გორიდან გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ადგილი ჰქონდა სასტიკ მოპყრობას პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე. არ არის დიდი ხანი გასული და ახლა როგორც მოგეხსენებათ, მედიაში კიდევ გავრცელდა კადრები, ამჯერად უკვე პოლიციის შენობებში, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ იმ კადრებში არის ასახული, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ პოლიციელები მოქალაქეებს. ახლა ეს ფაქტები ადასტურებს შემდეგს, რომ ვინც ამ პლატფორმაზე ამ აკაუნტზე ჩემს აქტიურობას თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ ამ თემებზე მე ვილაპარაკე გორიდან გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც მე გამოვედი ინიციატივით ზემოხსენებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით. ახლა მე მინდა კვლავ ვილაპარაკო ზემოხსენებულ თემაზე და არა მხოლოდ. მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ფაქტი არის, რომ მოქალაქეთა კავშირის და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი იქნებოდა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი თუ ახლა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მმართველობის პერიოდი, ფაქტი არის, რომ მაშინაც და ახლაც ადგილი საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი პოლიციელების მხრიდან იქნება ეს პოლიციის განყოფილებებში, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში თუ სხვაგან დაკავებული, დაპატიმრებული თავისუფლება აღკვეთილი პირების მიმართ სასტიკ მოპყრობას სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. რაც იმას მეტყველებს, რომ და ამას ადასტურებს სხვადასხვა კადრები, მოგეხსენებათ, რომ მსგავსმა ფაქტებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, მოქალაქეთა კავშირისა და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში საკმაოდ ხშირად იყო ასეთი ფაქტები და ახლა როგორც ხედავთ, ახლაც უკვე ფაქტებს ემატება, რაც ადასტურებს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ძალიან ხშირად არის შესაბამის დაწესებულებებში. გამოსავალი რა შეიძლება იყოს? როგორც ხედავთ, ასე დატოვება არ შეიძლება. ანუ ასე ვთქვათ, მათი ნდობა არ შეიძლება. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? კიდევ ერთხელ მე მინდა ვთქვა, რაზეც მე ახლა გელაპარაკეთ, რაზეც მე მქონდა საუბარი, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნა სპეციალური სამსახური. ახლა მე მინდა რამოდენიმე ჩემი თამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და სწორედ ამ კომპლექსურ მიდგომაზე მინდა ვილაპარაკო. თუ რა სჭირდება სახელმწიფოს, რომ თუ ბოლომდე ვერ იქნება აღმოფხრილი, მინიმუმამდე მაინც რომ იქნას დაყვანილი მსგავსი შემთხვევები. როგორც ქუჩაში, ასე დაწესებულებებში. გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოს ორგანული კანონით შეიქმნას ახალი სამსახური, ორგანული კანონით, იმიტომ რომ უფრო მაღალი ორგანული კანონი მე მინდა მოგახსენოთ, რომ უფრო ზემდგომი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტია ვიდრე ჩვეულებრივი კანონი, ვიდრე კანონი და უფრო მყარი და უფრო მყარად რო იყოს იურიდიულად იმ სამსახურის საქმიანობა, შეიქმნას სამსახური, რომლის უფლება მოვალეობები იქნება დღეღამის ნებისმიერ პერიოდში. კვირის ნებისმიერ დღეს შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ დაპატიმრებული, დაკავებული, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი თუ თავისუფლება აღკვეთილი პირები, ხოლო ნებისმიერი წინააღმდეგობა
ნებისმიერი წინააღმდეგობა იმ სამსახურის საქმიანობის გაწევაში, მაგალითად პოლიციის შენობაში, სასჯელ ახსულების შენობაში თუ სხვაგან შესვლაზე ხელშეშლა ნებისმიერი პირის მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწეროს ამასთან დაკავშირებით სპეციალური მუხლი და განეკუთვნოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა და მიენიჭოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის სტატუსი და მე მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულად ითვლება ისეთი დანაშაული, რაზეც თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ოდენობა აღემატება 10 წელს და იყოს მაგალითად მსგავს დანაშაულზე 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ხანდაზმულობა მასზე, ანუ ხელშეშლაზე, ზემოხსენებული თანამშრომლების დაწესებულებაში შესვლაზე, იმისათვის რომ შეამოწმონ დაკავებული დაპატიმრებული თუ თავისუფლება აღკვეთილი პირის უფლებები ხომარი რღვევა, იყოს ან 15 წელი ხანდაზმულობა, ან ისევე როგორც წამების შემთხვევაში საერთოდ არ ვრცელდებოდეს ხანდაზმულობა. ზემოხსენებული სამსახურის თანამშრომლები აღჭურვილი იყვნენ ვიდეოკამერებით და ვიდეოკამერებით ახორციელებდნენ ზემოხსენებულ საქმიანობას. მაგალითად, მიადგნენ პოლიციის შენობას, რომ შეამოწმონ დაკავებულთა უფლებები ირღვევა თუ არა, თუ პოლიციის თანამშრომლები ან თუ იქნება სასჯელ დაწესებულების თანამშრომლები თუ სხვა პირები, თუ კი ხელს შეუშლიან მათ შენობაში შესვლას, ეს ვიდეოკამერაზე დაფიქსირდება და შემდეგ მათზე გავრცელდეს ის მუხლი, რაც მოგახსენეთ მე, მაგალითად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულად ჩაითვალოს და 7-დან 12 წლამდე იყოს თავისუფლების აღკვეთა და ზემოხსენებულ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა იყოს ან 15 წელი, ან საერთოდ ისევე როგორც წამებაზე, საერთოდ არ იყოს ხანდაზმულობის ვადა. ასეთ შემთხვევაში უკვე ბევრ ადამიანს შეეშინდება, რომ ხელი შეუშალოს ზემოხსენებული სამსახურის მუშაობას. ხოლო, როდესაც ზემოხსენებული სამსახურის თანამშრომლები შევლენ დაწესებულებაში და ნახავენ, შემდეგ მათ უკვე მიეცეთ შესაბამისი ნახავენ, რომ მაგალითად ირღვევა ამა თუ იმ პიროვნების უფლებები, ასეთ შემთხვევაში მათ მიეცეთ შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების შედგენის უფლება. ასევე მე რაც ვთქვი, რომ ხელშეშლაზე იყოს მეთქი თავისუფლების აღკვეთა ზემოხსენებული სამსახურის თანამშრომლების საქმიანობაზე, ეს იყოს არამხოლოდ თანამშრომლების მხრიდან, დაუშვათ პოლიციის თუ სასჯელ ახსულების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ხელშეშლაზე, არამედ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ხელშეშლაზე. ეს ერთი, რომელიც სერიოზულ წვლილს შეიტანს ზემოხსენებული პრობლემის თუ ბოლომდე აღმოფხვრაში არა, მინიმუმამდე დაყვანაში მაინც. გარდა ამისა, მაქსიმალურად მოხდეს ვიდეოკამერიზაცია, ანუ სავალდებულო გახდეს კანონით ვიდეოკამერაზე დაფიქსირება, დაკითხვების, კორიდორები იქნება ეს, როდესაც თანამშრომელი შედის პატიმართან, იქაც იყოს აუცილებელი ვიდეოკამერების შესვლა, ეს თვითონ საკანონმდებლო დონეზე თუ მაგალითად ის დაარღვევს ზემოხსენებულ ამ მოთხოვნას, ამ დარღვევაზე იყოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული სასჯელები, ანუ თავისუფლების აღკვეთები და ასე შემდეგ. ანუ ეს უნდა იყოს კომპლექსური შეტევა. შესაბამის სამსახურის შექმნა, რაზეც მე ვილაპარაკე, სავალდებულოების უფრო გამკაცრება ვიდეოკამერიზაციისა, ანუ კორიდორებში, დაკითხვის ადგილებში, თანამშრომლების შესვლისას დაპატიმრებულთან გარკვეული პერიპეტიების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, და თვითონ ამ სამსახურის შექმნა კანონმდებლობით იმავე ორგანული კანონით რომ იყოს ისეთი, რომ მის შექმნაში მმართველი პოლიტიკური გუნდის როლი იყოს მინიმუმი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ოცნება იქნება მმართველი პოლიტიკური გუნდი თუ სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ ვინ იქნება, ისეთი მექანიზმი იყოს მისი შექმნის, რომ თვითონ კანონში იყოს ჩადებული ისეთი მექანიზმი, რომ მინიმუმამდე იქნეს საყვანილი მმართველი პოლიტიკური გუნდის ჩართულობა მის შექმნაში. თვითონ კანონმა განსაზღვროს ასე, რადგანაც ჩვენ ვნახეთ, რომ მოქალაქეთა კავშირის მმართველობის პერიოდშიც, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდშიც და ოცნების მმართველობის პერიოდშიც ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი ძალების მხოლოდ მმართველ ძალებზე ნდობა ამ საქმეში არ შეიძლება, რადგან ხშირად ხდება, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა თუ ესა თუ ის პიროვნება, როდესაც დიდ ძალაუფლებას იგდებს ხელში, შემდეგ ხშირად მას თუ შეიძლება იყოს, რომ ოპოზიციონერობის პერიოდში სხვა რამეს ლაპარაკობდნენ ისინი, მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოდიან, ეცვლებათ ხოლმე აზრები. ამიტომ ისეთი მექანიზმი უნდა იყოს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ჩართულობა ზემოხსენებული სამსახურის დაკომპლექტებაში იყოს მიზერული.
აი ეს იქნება სახელმწიფო თვითონ ორგანულ კანონმა განსაზღვროს და თუ როგორი ტიპის სამსახური შეიძლება იყოს, ამაზე ჩემი აზრით უნდა ფიქრი, ამაზე სხვადასხვა ვერსიებზე შეიძლება მუშაობა და ჩემი აზრით ამაზე უნდა იფიქროს როგორც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ოცნებამ, ასევე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა. და ჩემი აზრით შეიძლება ეს იყოს ან სახელმწიფო სამსახურის სტატუსი შეიძლება ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი და განსაკუთრებული უფლებები ჰქონდეს ზემოხსენებული მიმართულებით მინიჭებული ორგანული კანონით. სხვადასხვა ვერსიაზე შეიძლება ფიქრი, მაგრამ ჩემი აზრით რაღაცა ამდაგვარი შექმნა აუცილებელია, თორემ ხედავთ წლები მიდის, ხელისუფლებები იცვლება, ხოლო პატიმართა დაკავებულთა და თავისუფლება აკვეთილთა უფლებების დარღვევა და მათ მიმართ წამებისა თუ სხვადასხვა ძალადობის ფაქტების აღმოფხრა ან თუნდაც მინიმუმამდე დაყვანა ვერ ხერხდება. აი ამ ინიციატივით გამოვდივარ, ამ ინიციატივით მოუწოდებ ოცნების ლიდერებს, ამ ინიციატივით გამოვდივარ და მოუწოდებ რომ დაიწყოს მუშაობა ზემოხსენებული მიმართულებით, მოუწოდებ ოცნების ლიდერებს, მოუწოდებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მოუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოუწოდებ ჟურნალისტებს, რომ გახდეს ეს თემა სხვანაირად. აგერ ჩვენ დაგვანახა 30 წელზე მეტი არა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ხელისუფლებები იცვლებიან, ხელისუფლებები როცა იცვლებოდნენ, ისინი მოდიოდნენ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგებით, მაგრამ შემდეგ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოდიოდნენ, მერე უკვე ხშირად ნაკლებად ახსენდებოდათ ადამიანის უფლებები, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ძალაუფლება როგორც ჩანს ხშირად ცვლის ადამიანს, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება თუ კიდევ უფრო დიდი არის, ის ალბათ კიდევ უფრო ცვლის. ამიტომ მე რეალურ გამოსავლად იმისათვის რომ თუ ბოლომდე აღმოფხვრა ვერ მოხდება პატიმართა დაკავებულთა და თავისუფლება აკვეთილთა წამებების მინიმუმამდე დაყვანა რომ მაინც მოხდეს ჩემის აზრით ეს ინიციატივები რაც მე ვილაპარაკე ეს იქნება ძალიან დადებითი ზემოხსენებული მიმართულებით და იმ სამსახურს რომელსაც მე ვილაპარაკობ რომ ჰქონდეს შესაბამისი აპარატი შესაბამისი რაოდენობის თანამშრომელი დაფინანსება სახელმწიფოსგან მოძრავის რესპუბლიკის მასშტაბით სამოძრაოდ სატრანსპორტო საშუალებები, ფინანსები და ასე შემდეგ იმისათვის რომ დღეღამის ნებისმიერ მომენტში, კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება მიადგნენ ნებისმიერ ისეთ დაწესებულებას, სადაც დაპატიმრებულიან, დაკავებულიან თავისუფლება აკვეთილი პირი იმყოფება, შევიდნენ, შემოწმონ, ნახავენ რომ ხდება მისი უფლებების დარღვევა, მათი უბრალოდ შეფერხებაც კი დასჭადი უნდა იყოს. მიადგა ხო შენობას, დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს მათი შეშვება. არ შეუშვებენ, ვიდეოკამერაზე უნდა ფიქსირდებოდეს და ავტომატურად ეს ხელშეშლა უნდა გადიოდეს განსაკუთრებით კატეგორიის დანაშაულთა ნუსხაში. აი, ჩემი აზრით, ეს არის გამოსავალი თუ მთლიანად არა თითქმის მთლიანად მაინც ზემოხსენებული მიმართულებით. ახლა რა ვიცი, ვისაც მიგაჩნიათ რომ ეს კარგი იდეაა, კიდევ კვლავ მოგიწოდებთ რომ და ზოგადად ვისაც საინტერესო და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ აქ ამ პლატფორმაზე ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი ცნობა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.